მოგესალმებით, ტელეკომპანია ბორჯომის ეთერშია გადაცემა კვირის ქრონიკა. მე ნინო ჯიქურაშვილი ვარ. მიმდინარე კვირის განმავლობაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს დღეს გადაცემაში შევაჯამებთ. Ოცდაერთი მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამისათვის 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. მთავრობის განკარგულება მინისტრთა კაბინეტმა განიხილა. კვირიკაშვილის განცხადებით პროექტის განხორციელების შემდეგ 8000-მდე აბონენტი ბუნებრივი აირით ისარგებლებს. მთავრობის სხდომაზე ასევე პროგრამა აწარმოეს საქართველოში ფარგლებში თხილის გადამამუშავებელი საწარმოს, ჩაის აღორძინების პროექტი და რძის გადამამუშავებელი კომბინატის შექმნის პროექტი განიხილეს. ეს არის 21 მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც არის მაგალითად შემიძლია ვთქვა ცაიში, გელათი, მოწამეთა, ომალო, აბასთუმანი და ასე შემდეგ. მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, რომ ისტორიული მნიშვნელობის პროექტებია, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ყველა ეს მიმართულება ბევრი წლის განმავლობაში ითხოვდა ამ სოფლების გაზიფიცირებას. საკირესა და ტაძრისში მცხოვრები 500-ზე მეტი ოჯახი მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში ცვლილებების შეტანას და ამ ორი სოფლის დამატებას ითხოვს. ადგილობრივებს სოფლების დაცლის შიში აქვთ. 24 თებერვალს ორი სოფლის მოსახლეობას ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი მარინე ნოზაძე შეხვდა და მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიმართულებით გაწეული მუშაობის შედეგები გააცნო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების საკირისა და ტაძრისის მცხოვრებლები მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში მოხვედრას ითხოვენ. ამ სოფლებში მცხოვრები 500-ზე მეტი ოჯახი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ორივე სოფელი ყველა მოთხოვნილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. მეზობელი სოფელი გაიყვანეს, მდგარი და იგივე დონეზე ვართ, იგივე საკრებულოში ვართ და ჩვენ, რა ვიცი, არ მიგვიღეს, არ მოგცეს ეს სტატუსი. ხელმოწერები გავაკეთე, პირადად მე გავაკეთე, ორი სოფლის ხელმოწერები გავაკეთე, ჩავიტანე იქ გამგებლის სახელზე, ყიფიანის სახელზე და რა ვიცი, პასუხს ველოდებოდი და რავი, ახლა რა მოხდება, არ ვიცი, თუ არა, მე რა ვიცი, ალბათ აქციებს რაღაცას დავიწყე. ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფმა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს შუამდგომლობის წერილით მიმართა. ისინი ბორჯომის 15 სოფლისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, მათ შორის საკირისა და ტაძრისისთვის. ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მხოლოდ 16 სოფელს და ერთ დაბას მიენიჭა. კანონიდან გამომდინარე, დავდეთ ყველა სოფელზე დასკვნა და ვნახოთ, იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ სოფელი დაემატებეს, მართლა არის მაღალმთიანი, უჭირთ ხელს. ჩვენ დავდეთ ყველა მონაცემი შევისწავლეთ თითოეული სოფელის, ეს იყო მიგრაცია, იყო მოსახლეობა, იყო რამდენად შემოსავლიანია, როგორია ინფრასტრუქტურა და ყველა ამ მონაცემის საფუძველზე დავდეთ შუამდგომლობის წერილი გავამზადეთ და გამგეობამ გადააგზავნა წერილი. ველოდებით ახლა პასუხს. ვიდრე მთის განვითარების ეროვნული საბჭო ბორჯომის გამგეობის მიერ გაგზავნილ წერილს დადებითად ან უარყოფითად უპასუხებს საკირისა და ტაძრისის მცხოვრებლები ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატთან, გედევან ფოფხაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. ახალუბანში ახლად რეაბილიტირებულ ხიდზე ფეხით სავალი ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ საქმე ვანდალურ შემთხვევასთან გვაქვს. მათივე განცხადებით, მოქალაქეების მიერ აქამდეც ხშირად დაზიანებულა მოსაცდელები და ლამპიონები. მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსახლეობას განცხადებით მიმართავს. სამწუხარო, რომ ესეთი ფაქტი ხდება თვითონ ბორჯომში, იმიტომ რომ გაკეთა ხიდი, რომლის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 40,000 ლარამდე, საკმაოდ მყარი კონსტრუქცია არის, იმას ახლა შემთხვევით არ ხდება რაღაც რამდენიმე ათწლიანი გამძლეობის ვადა აქვს და გარანტია აქვს, ეს არის შეგნებულად მიზანმიმართულად ქვით ან რაღაცა დიდი მასის რაღაც ნივთით გაფუჭებული. ამიტომ მე ვთხოვ, მოუწოდებ და ვაფრთხილებ მოსახლეობასაც, რომ ნუ ჩაიდენენ ესეთ რაღაცას, თუ არ აკეთებენ, გაკეთებულს მაინც მოუფრთხილდნენ. არის გარკვეული სახის ჯარიმები, დაზიანების ოდენობიდან გამომდინარე. თანდაყოლილი გლაუკომა, ასეთია 4 წლის ნიკოლოზ გასვიანის დიაგნოზი, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია თურქეთში უნდა გაუკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი ცალთვალში შემორჩენილ მხედველობასაც დაკარგავს. ნიკოლოზის ოჯახი დახმარებას საზოგადოებას თხოვს. ექიმებმა გვიან უпростоრად მშობლებმა გაიგეს
ასჯერ შეუბრუნდნენ, რომ ეს რატო აქ ასე თვალები რატო და ამასობაში გავიდა 4 თვე და 4 თვისას გაუკეთდა პირველი ოპერაცია, რომელიც უკვე დაგვიანებული იყო. იმის მერე უკვე სამჯერ გაუკეთდა. ერთ თვალზე ძალიან ქონდა და იმ თვალზე რომ უკეთდებოდა, მე ცდილობდნენ რომ მეორე თვალი როგორმე გადაერჩინათ, რაც ის იყო და ახლა იქაც მცირედი ის აქვს მხედველობა. საერთოდ როცა სიკეთეს აკეთებ, შენ თვითონ ხარ კმაყოფილი და გიხარია რომ სიკეთეს აკეთებ. მიჭირს ყველას უჭირს და ახლა მიჭირს იმის თხოვნა რომ დაგვეხმარო, მაგრამ გვეხმარებიან ვისი საშუალება აქვთ. სულ მცირე ის ლარიანი ზარები მაინც რომ განახორციელონ. ძალიან დიდი მადლობა. ოპერაცია 11,000 დოლარი ჯდება. ნიკოლოზ გასვიანის სახელზე საქართველოს ბანკში გახსნილია ანგარიში. ასევე შესაძლებელია ზარების განხორციელება მაგთიდან, ბილაინიდან და ჯეოსელიდან. ზარის ღირებულება 1 ლარია. 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს საკუთარი ბიზნეს იდეის წარდგენისა და დაფინანსების მოპოვების საშუალება იძლევათ. ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლების გენერირების მხარდაჭერის პროექტი თბილისსა და 20 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. სულ დაფინანსდება 30 პროექტი, თუმცა მანამდე მოზარდების გადამზადება მოხდება. მსურველებს აპლიკაციის შევსება 28 თებერვლამდე შეუძლიათ. ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში აქტიურ ფაზაში შედის. პროექტის პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებთან ბორჯომში გაიმართა. პროექტის ფარგლებში 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ ბიზნეს იდეა წარადგინონ და მოიპოვონ დაფინანსება. თავდაპირველად მოხდება 200 საუკეთესო მსურველის გადამზადება და დაფინანსდება 10 საუკეთესო ბიზნეს იდეა. არ არის არჩეული პრიორიტეტული მიმართულებები, ამიტომ ნებისმიერი აპლიკანტი, რომელიც შეავსებს ასე ვთქვათ პეტიციას და ექნება სურვილი, რომ შემდგომში დაფინანსდეს, იქნება განხილული კრისტალი დააფინანსებს, როგორც ვთქვით, 2500 დოლარის ფარგლებში, ბუნებრივია შეიძლება ნაკლები თანხა იყოს, შეიძლება მეტი თანხა იყოს, გააჩნია თუ რა სახის ბიზნეს გეგმა იქნება დაწერილი. პროექტის ფარგლებში მთლიანობაში 600 საუკეთესო ახალგაზრდის გადამზადება და 30 ბიზნეს იდეის დაფინანსება მოხდება. თითოეული პროექტისთვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა 2500 დოლარს შეადგენს. პროექტი ფონდი კრისტალის მიერ PH International-ის და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალთან პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი. PH International ამ კონტექსტში ორი მნიშვნელოვანი პროექტით არის დაკავებული, კერძოდ ის ხელს უწყობს ამ პროექტის ფარგლებში შექმნას საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ მოდული, რომლის ფარგლებშიც 600-ზე მეტი ახალგაზრდა გადამზადება საქართველოს რეგიონებში სტარტაპების და სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების მიმართულებით და ასევე ორგანიზაცია საერთაშორისო ექსპერტებით და ადგილობრივი ექსპერტებით ხელს უწყობს სტაჟირების პროგრამების სახელმძღვანელოს მომზადებას, სადაც ჩართული იქნება 20 კომპანია, რომლებიც 400 ახალგაზრდას გაუწევენ მასპინძლობას აი ამ სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. პროექტის განხორციელება 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო და მისი ხანგრძლივობა 30 თვეა. ასეთი იყო მიმდინარე კვირის აქტუალური მოვლენები. შეგახსენებთ, რომ გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდზე. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.